Google-ის თანადამფუძნებელმა ლარი პეიჯმა Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში ორაქლის დამფუძნებელ ლარი ელისონს გადაუსწრო და მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი გახდა. მილიარდერების სიაში პეიჯის დაწინაურება Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის აქციების ფასის ზრდას უკავშირდება. გუშინ სავაჭრო სესიის დაწყებისას Alphabet-ის აქციების ღირებულება 5.8%-ით გაიზარდა და დაახლოებით $317-მდე მიაღწია. აღსანიშნავია, რომ კომპანიისთვის დადებითი აღმოჩნდა გასული კვირაც, რომლის განმავლობაში მისი აქციები 8.4%-ით გაძვირდა. ამის საპირისპიროდ ორაკლის აქციების ღირებულება 1.5%-ით შემცირდა და $196-ზე დაბლა დაეცა. კლების ტენდენცია წინა ორი სავაჭრო დღის განმავლობაში შეინიშნებოდა, როდესაც კომპანიის აქციები ჯამში 12%-ით გაუფასურდა. ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიმდიდრემ სექტემბრიდან მოყოლებული 1.1 მილიარდით იკლო. ამერიკული Forbes-ის შეფასებით სექტემბრის რეკორდულ 7.3 მილიარდთან შედარებით ტრამპის ქონება 6.2 მილიარდამდეა შემცირებული, რაც ძირითადად მის საკუთრებაში არსებული Trump Media and Technology Group-ის აქციების ფასის ვარდნას უკავშირდება. პარასკევის სავაჭრო სესიისას ტრამპის სოციალური მედიისა და კრიპტოკომპანიის TMTG-ის აქციების ღირებულება ყველა დროის მინიმუმამდე $10.18-მდე დაეცა. Forbes-ის ინფორმაციით Trump Media and Technology Group-მა 2025 წლის მესამე კვარტალში $973,000 შემოსავალი და 54.8 მილიონის ზარალი დააფიქსირა, ხოლო კომპანიის საკუთრებაში არსებული ბიტკოინის მარაგის ღირებულება $48 მილიონი შემცირდა, თუმცა ეს თანხა კრონოსის კრიპტოვალუტიდან მიღებული 33 მილიონის შემოსავლით ნაწილობრივ დაკომპენსირდა. სექტემბრის მონაცემებით დონალდ ტრამპის ქონება უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში 3 მილიარდით იყო გაზრდილი. შედეგად ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი Forbes 400-ის უმდიდრეს ამერიკელთა სიაში 201 პოზიციას იკავებდა, რაც 2024 წლის სიასთან შედარებით 118 პოზიციით გაუმჯობესებული მონაცემია. ზრდის ძირითადი ნაწილი კრიპტოინვესტიციებზე, მათ შორის ტრამპისა და მისი ვაჟების მიერ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას დაფუძნებულ World Liberty Financial-ზე მოდიოდა. ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც ილონ მასკმა დააფუძნა, ვადაზე 8 თვით ადრე დაიხურა. პირველადი გეგმის თანახმად Dodge-ის 2026 წლის ივლისის ჩათვლით უნდა ემუშავა და ფედერალური ბიუჯეტის ხარჯები უნდა შეემცირებინა, თუმცა პროექტმა ვერ გაამართლა. ეფექტიანობის დეპარტამენტის დაშლა პირდაპირ კავშირშია მაისში ილონ მასკის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საჯარო დაპირისპირებასთან, რომლის შემდეგ მილიარდერმა მეწარმემ Dodge-ის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა ათასობით ფედერალური მუშაკი, რომლის ხარჯზე Dodge-მა ბიუჯეტს 214 მილიარდის დაზოგვის საშუალება მისცა, დაცულად დაპირებული ტრილიონისა. ამერიკის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტის განცხადებით, მომავალ 2026 წელს ქვეყანაში რეცესია არ იქნება და მოსახლეობა პრეზიდენტ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკით დიდ სარგებელს მიიღებს. ბესენტის თქმით, ის 2026 წლის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი, რაც ძლიერი ეკონომიკით, სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური სექტორით და სტაბილური ინფლაციით არის განპირობებული. როგორც ის აღნიშნავს, უძრავი ქონების სექტორში აქტივობა შემცირებულია და არც სხვა ტრადიციულ ბიზნესებს აქვთ გამორჩეულად კარგი შედეგები, თუმცა AI სექტორი იმდენად სწრაფად იზრდება, რომ 2026 წელი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი გამორჩეული იქნება. სატარიფო პოლიტიკას რაც შეეხება ბესენტის აზრით, ტრამპის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი მოუტანა ამერიკას, ვიდრე ამას გუნდის წევრები თავდაპირველად ემოელოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ რეცესია არც 2025 წელს არ არის პროგნოზირებული და ბესენტი ამ კომენტარით იმ მოსაზრებას ეთქმიანება, თითქოს ამერიკაში უხილავი რეცესია იყოს, რომელსაც ტექნოლოგიური სექტორი აღმასვლა ფარავს. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა სანქცირებულ რუსულ ენერგეტიკულ გიგანტ Lukoil-ს დამატებითი დრო მისცა ტრანზაქციების გასახორციელებლად, ოპერაციების შესაწყვეტად და აქტივების გასასხვისებლად. OFAC-ის ინფორმაციით აქტივების გასხვისების ბოლოვადა 13 დეკემბრამდე გადაიწევს, ხოლო ბულგარეთისთვის საშეღავათო პერიოდი ამოქმედება, რომლის ბოლოვადა 2026 წლის 29 აპრილიდან ისაზღვრა. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, თუ კი განსაზღვრულ პერიოდამდე Lukoil-ის აქტივების გასხვისება ვერ მოესწრება, მაშინ რუსულ კომპანიას უცხოეთში დარჩენილი აქტივების ოპერირების შეწყვეტა უწევს. თავად გადავადების მიზეზი ისაა, რომ Lukoil-ის აქტივების გამოსყიდვით რამდენიმე მხარეა დაინტერესებული და ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა ყველა კანდიდატის შეთავაზება დეტალურად უნდა განიხილოს. Uber-ი ამერიკულ სტარტაპ Starship Technologies-თან პარტნიორობით ევროპაში მიწოდების სერვის ავტონომიური რობოტებით პირველად იწყებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. კერძოდ დეკემბრიდან დიდ ბრიტანეთის ქალაქების ლიდსისა და შეფილდის მცხოვრებლები Uber Eats-ის შეკეთების მიღებას 6 ბორბლიანი რობოტი კურიერებით შეძლებენ, რომლებიც ტროტუარებზე იმოძრავებენ. Starship-ის რობოტებს 30 წუთზე ნაკლებ დროში 3.2 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლიათ. თავდაპირველად მიწოდება შეზღუდული რაოდენობის რესტორნებიდან და მაღაზიებიდან მოხდება, თუმცა Uber-ი 2026 წელს ევროპაში თავისი დაფარვის თანდათანობით გაფართოებას, ხოლო 2027 წელს ამერიკის ბაზარზე შესვლას გეგმავს.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დანიის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად კერძოდ 2.3%-ით გაიზარდა, რაც 2021 წლის შემდეგ დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია. უნდა აღინიშნოს, რომ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი არა ეკონომიკური აქტივობის ზრდით, არამედ ერთი კომპანიის Novo Nordiskis ფინანსური შედეგებით არის განპირობებული. ამ ფარმაკოლოგიური გიგანტის კონტრიბუციის გარეშე MშՊ ზრდა სულ რაღაც 0.7% იქნება. თავად Novo Nordiskis შემოსავლების ზრდა მისი წონაში კლების პრეპარატების, Ozempicისა და Wegovy-ის წარმატებით არის განპირობებული. საერთო ჯამში მესამე კვარტალში კომპანიამ 11 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც საკმარისი აღმოჩნდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად. გერმანიის სამთავრობო ხარჯის დაახლოებით 41% სოციალურ უზრუნველყოფაზე იხარჯება, რაც ევროპაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ინფორმაციას გაზეთი Rheinische Post გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ თანხის დაახლოებით ნახევარი ხანდაზმულობის პენსიებზე იხარჯება. კვლევის თანახმად სკანდინავიური ქვეყნები, ასევე ავსტრია და შვეიცარია სოციალურ უზრუნველყოფაზე სამთავრობო ხარჯის 40%-ს ხარჯავენ, ხოლო ბენელუქსის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 38% შეადგენს. ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 39%-ია. ეკონომიკური მოცულობის თვალსაზრისით სკანდინავიური ქვეყნები სოციალური ხარჯით გერმანიას ოდნავ უსწრებენ. თუმცა ჯანდაცვის ხარჯის თვალსაზრისით, რომელიც 16% შეადგენს, გერმანია ბენელუქსისა და სკანდინავიურ ქვეყნებთან ერთად ყველაზე მაღალი ხარჯის მქონე ქვეყანაა. ამასთან გერმანიაში განსაკუთრებით მაღალია სახელმწიფო ადმინისტრირების ხარჯი, რაც კვლევაში მოცემულ პერიოდში მთლიანი სახელმწიფო ხარჯის 7.2%-დან 11%-მდე გაიზარდა. თუმცა გერმანია განათლების სფეროს მხრივ ჩამორჩება, რომელიც მთლიანი ხარჯის 9.3%-ს შეადგენს, მაშინ როცა ავსტრია და შვეიცარია IWS მონაცემებით თითქმის 50%-ით მეტს ხარჯავენ. ოქროს ჯიბის საათი, რომელიც პირველი კლასის მგზავრს იზიდორ შტრაუს ეკუთვნოდა აუქციონზე რეკორდულ 1.78 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ბრიტანული სააუქციონო სახლის განმარტებით, რომლის აუქციონზეც გაიყიდა საათი, ნივთმა ტიტანიკის მემორაბილის რეკორდი დაამყარა. 18 კარატიანი ოქროს საათი სტრაუსმა 1888 წელს დაბადების დღეზე მიიღო საჩუქრად, იმავე წელს, როდესაც იგი ამერიკულ კომპანია მეისის მეწილე გახდა. საათი 1912 წელს ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ სტრაუსის ცხედართან ერთად იპოვეს.